ძალიან ეს არის რაღაცნაირად, აი, იმიტომ არა, რომ თქვა ჩემი პროფესია მგონია, რომ აი ფილოსოფიის კლუბი რო არის უნივერსიტეტში, ხო, იქ რაღაცაზე შეიძლება იმ უნივერსიტეტს კონდეს პრეტენზია, ცოტა უფრო მეტზე, ვიდრე ჩვეულებრივი უნივერსიტეტია ხოლმე და აი ძალიან რაღაცერად მარტო ის კი არ არის, რომ რაღაცა კლუბი არის. თვითონ ამ კლუბის არსებობას და ვიღაცას რომ მოუნდა და ვიღაცის თავში რომ ეს მოიხარშა, რომ ასეთი კლუბი არსებობდეს ეს ძალიან საინტერესოა და ძალიან მაღალი ლეველია მინდა გითხრათ. სტუდენტების თუ უნივერსიტეტის? ყველაფრის ერთად. და მეც სანამ სხვები მოვლენ მე დაგიცვა მკითხვას, რატო გაგიჩნდა სურვილი რომ ეს გაგეკეთებია? არა, გაიკეთ. ხო, აი რატო გაგიჩნდა სურვილი რომ გაგეკეთებია ეს კლუბი? ერთი შეხვედრა გქონდათ, ხო, მე როგორც ვიცი აქამდე. ვისთან გქონდა შეხვედრა? არავისთან, უბრალოდ გავიცანით ერთმანეთი და თქვენ და გამოდის რომ სტუმარი მე ვარ პირველი, ხო? კი. თქვენ ხართ მიზეზი, რატომ გაიხსნა ეს კლუბი? ანუ ჩემი მთავარი мотиваცია იმაში მდგომარეობდა, რომ ჩემთვის ყოველთვის იყო ნაკლები. აი, ძალიან ნაკლებობის გრძნობას გამიცდიდი იმ პერიოდში, როდესაც მაგალითად ან თქვენ გისმენდით, ან ვიყავი სემინარზე. ყოველთვის ან არ მალაპარაკებდნენ, ან არ მასმენინებდნენ ბოლომდე. აი, რაღაც ნაკლოვნების შეგრძნება მქონდა და ყოველთვის მეტის მოსმენა მინდოდა. უფრო მეტი და ამ დროს ვერ კმაყოფილდება უნივერსიტეტის კილებში შენი ეს მოთხოვნილება. ერთია რომ შენ თვითონ ეძებ რაღაც სიახლეს, ერთია რომ დაუშვათ შენ ცდილობ რომ შენ თვითონ წაიკითხო რაღაცეები. და მეორე რომ თანამოაზრეები იპოვო და შეხედო რაღაცას სხვა კუთხით მაგალითად, რატომაც არა. და იმიტომაც გადავწყვიტე რომ აი ბევრი სხვადასხვა მეთოდი შემოვეთავაზებინე. ჯერ ერთი. ძალიან ისეთი ვარ რომ აი ორი კურდღის დაჭერა მინდა. პირველი რომ დაწყებითზე ვსწავლობ და რატომაც არა შეიძლება მასწავლებელი ვიყო ხვალ. ნუ ამისთვისაც ვსწავლობ. ერთი ორგანიზაცია მოსწავლეებთან ამ შემთხვევაში სტუდენტებთან თანამშრომლობა ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ნაწილი იქნება უეჭველი. და აქედანვე რომ გამოცდილება მექნება ძალიან კარგი იქნება. მეორე შემთხვევა ის არის რომ მაქვს ძალიან ბევრი იდეა და სამწუხარო ის არის რომ ამ იდეის ასე ვთქვათ განმახორციელებელს ვერსად ვერ პოულობ. ისევ რჩები მარტო მე და რა კი მარტო მე ვარ, მოდი ამ ჩემ იდეებს გავუზიარებ სხვებს. იქნებ მათაც მოეწონოთ ჩემი იდეები და რატომაც არა. მესამე ალბათ ის არის, რომ კითხვა მიყვარს ძალიან, აი სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა და ხშირად ხდება ისე, რომ არავინ არ მყავს თანამოაზრე, ვინც განიხილავს, აი ჩემსავით. ჩემსავით თანამოაზრე, აი რეალურად არავინ არ მყავს, რომ აი მართლად გავუზიაროთ. ან არავის არ მოსწონთ. ან დაუშვათ რატო უნდა დახარჯო ამაზე დრო რა მოკლედ რო ვთქვათ. და როდესაც ესე გადავწყვიტე, ჯერ ცოტა ესე ვთქვათ მეშინოდა სავით, რომ ანუ მოუნდებათ კი. მოდი ვცდი მეთქი, ჩემი რა მიდის, მოდი ვცდით ხო. და აი როცა წამოვიდა ეს ჯერთი, ნუ აქ რა ამბავი იყო და რა ესე ვთქვათ ეტაპები გავიარე, რომ უბრალოდ შემოიღოთ ესე ვთქვათ დაეკანონებინათ ეს კლუბი. იმიტომ რომ ეს ბიუროკრატიულად ხო. აი ძალიან დიდი ესე ვთქვათ ნაბიჯი გავიარე, რომ უბრალოდ დამემტკიცებინა, რომ არის ამის საჭიროება. როდესაც მივედი და პირველი მითხრეს, იციო, ფსიქოლოგიის კლუბი გვაქვსო. მეთქარი მე ფსიქოლოგი არ ვარ და არც ფსიქოლოგიასთან კავშირი ისეთი პირდაპირი არ მაქვს. ფსიქოლოგია შეიძლება რაღაც მომენტში ჩავრთო, მაგრამ ფილოსოფია გაცილებით მეტია მე ვთხარი. იცით რა, ვის დააინტერესებს? ნახოთ იქნებ ვინმე დააინტერესებს. გამარჯობა. შემთხვევით მოვედი, რა ვიცი, ლაბორატორია შეხვედრა ფილოსოფოსთან. კი, მოგზავნით. უი, ჩვენ შევხვდით კიდეც ერთმანეთს და ესე უბრალოდ ჩაუვარეთ. თურმე ჩემთან მოდიოდით, მოგზავნით. თქვენ არ ხართ ილია, ხო? ილია თქვენ არ ხართ. ასე. არა, ილია არ მოსულა. დავწამდი. არ ვიცნობ ილიას და იმიტომ. ხო, და რას ვამბობდი? ხო, და მოკლედ უნდა ბევრი მემტკიცებინა, მოკლედ ის რომ თან დაიმთხვა ეს ამბებიც, ყველა ვიცით რა ამბებიც დაიმთხვა და როდესაც ვთქვი რომ ალბათ ვისაუბრებ სახელმწიფოზეც, თუნდაც სოკრატისეული, ხო, აი პლატონის დიალოგებზე.
ოპა იქ უკვე ძახილის ნიშანი ოპა ეს არ გვინდა აი პლატონის და სოკრატესი ახლაც ეშინიათ კი აი ნამდვილად ხო აი ესე თვალები დამიბრიალა და კი მეუთხარი რატომაც არა განვიხილოთ ჩვენ ხომ ანტიკურ პერიოდს განვიხილავთ ახლა თანამედროვეს არაფერს განვიხილოთ დაუშვით ეს შენმა თანატოლმა თუ არა ადმინისტრაცია ჩემ თანატოლებს ანუ არ მოწონთ რა ვიცი არა ინტერესებს შესაბამისად არც მისულებად მოდი გია ხო და მოკლედ მთელი ამბების შემდეგ რაღაცნაირად მოვახერხე რაღაცნაირად დავუმტკიცესავით რომ არის ამის საჭიროება. დროდადაც უკვე წარმოუდგინე უშუალოდ გეგმა ეს ყველაფერი გავწერე რა ტიპის შეხვედრები იქნება და რა თემებზე იქნება, აი რა თემებზე ვისაუბრებ. ჯერ კიდევ კითხვის ქვეშა რა ეს. იცი დაინტერესებს? მოზიდეო ხალხიო, აი შეიძლება დაინტერესო. რატომაც არა? მობრძანდე მეუთხარი, ჩემი კარი ყოველთვის ღიაა მეუთხარი. მობრძანდით აი გვერდიც გვაქვს ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და შესაბამისად ჩაერთოს ამ კლუბში. პირველივე რაც თქვი რომ ბავშვებს რა სტუდენტებს მინდა მივცე რა მოლოდინები აქვთ კლუბის მიმართ. ხო, აი ბავშვებს და სტუდენტებს მინდა მივცე საშუალება ისაუბრონ. არ გვაქვს ამის ფუფუნება რომ ვისაუბროთ საერთოდ. ან აუცილებლად ჩარჩოებში ვექცევით და შესაბამისად არავინ გვაძლევს იმის იქით ვისაუბროთ, ან მიჯაჭვული ვართ სალექციო მასალას და იმის იქით არაფერი არ არის. რატომ? და ბავშვებს აქვთ დანაკლისი და სულ მე მართლა ვატყობ, რომ ყველას არ აინტერესებს, მაგრამ უმეტესობას აქვს სული რომ გამოხატოს და როდესაც არ არის ინტერესი, არ არის ფიდბექი უკვე мотивация იკარგება და ვფიქრობ რომ ეს კლუბი არის ძალიან კარგი საშუალება უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი იყო, რაღაც ახალი შეიძინო და ალბათ შეიძინო კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც ყველას გვაკლია სამწუხაროდ. ჩვენ ვუყურებთ ყოველთვის სხვისი თვალით რაღაცეებს. ჩვენი თვალით რატომღაც თავს ვარიდებთ ან გვეშინია, ან არ ვართ დარწმუნებული საკუთარ ძალებში და იმიტომ ვცდილობთ რომ არ ვთქვათ ეს დღეს მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვა. სიტყვა არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და ვფიქრობ რომ კლუბი იქნება ძალიან კარგი საშუალება ზუსტად ეს სიტყვა გამოთქვა და ბოლოს აი ეს გულის ტკივილიც აქვე გაგვიზიაროს. იქნებ ჩვენც დავეხმაროთ, არ ვიცი. მოკლედ ეს არის რა. ეს არის ძალიან მოკლედ ნათქვამი, მაგრამ ნუ შევეცდები რომ ჩემი შეხვედრებით ფსიქოლოგიას ვერ გაიქცევ, ფილოსოფია არის გაცილებით მეტი ვიდრე ფსიქოლოგია, არა? ხო, ანუ გაცილებით მე როდესაც ეს მითხრეს რომ ფსიქოლოგიის კლუბი არსებობსო და შეგიძლია იქ წახვიდე. მე ვთქვი კარგით. მადლობა რჩევისთვის. მაგრამ მე უფრო მეტი მინდა ვიდრე ფსიქოლოგიის კლუბი. ნუ ხო ვიცი თან რა არის. უბრალოდ შეიკრიბოდა მე ისი ამის პრობლემა მაქვს. გაცილებით მეტი არის ფილოსოფია, ახალი უნდა შეიძინო. და რა ის თქვა რომ მე მტკივა გული ან რაღაცა. სხვა თვალით შეხედე, რატო გტკივა ეს გული. ესე არ არის ან მე ასე ვფიქრობ ნებისმიერ შემთხვევაში. შეიძლება არ ვიყო მართალი რაღაცაში, მაგრამ არ ვიცი. ძალიან დაგვეხმარებით მაგის მოთავსებით ჩვენს მოლოდინების დღეს. რატო იცით ფაქტობრივად ამითი სამოქმედო გეგმას უწესებთ მარის. მოდი მოლოდინებს გავეცნოთ ამ კლუბის და ესე იგი ხო ესე გრიგოლ შენსაც ვკითხულობ იმედი მაქვს შინაარსობრივად ფილოსოფიური საუბრები ფორმით პოეტური იქნება ვერ დაგვირდები შენ თუ ასე თქვა დაგვიმშვენებ ხარ და ასე თქვა პოეტურად გაალამაზე მაშინ კი მაშინ შენ პოეტები განდევნა პლატონმა გრიგოლ თავის იდეალური სახელმწიფოდან. კარგი. როგორი ადამიანია კარგი ადამიანი პასუხი თუ აქვს? თუ აქვს ვის? შენ წკილია? ანუ კარგი ადამიანი რა არის კარგი ადამიანი? ამაზე. თქვენ დაწვია? ანუ რომ აგვიხსნათ რას გულისხმობთ. ანუ აინტერესებს პოზიტიური დეფინიცია, ხო?
პიროვნება. ხომ ამასთან დაკავშირებით პერსონალიზმთან მივდივართ. კი ბატონო, შემდეგი რა გაქვს? ვისაუბროთ და გავიაზროთ ისეთი რაღაცები, რაც ფართო საზოგადოება ნაკლებად აქცევს ყურადღებას, ახალი მიგნებები, იდეები. აჰა. სიახლე. კი ბატონო. წაიკითხე ყველა უცებ და მე ვისაუბრებთ იმ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე, რისთვისაც დრო ყოველდღე რა? ყოველდღე არ რჩება ალბათ. ნაკლებად, ხო, ყოველდღე რაღაცა ნაკლებად ვრჩება. კი ბატონო. ისეთი საკითხების განხილვა მოხდება, რომლებზედაც აქამდე არ მიფიქრია. აჰა. გონია რომ ეს კლუბი თავის გარშემო მოიზიდავს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს. აჰა. საინტერესო მსჯელობები ტექსტებთან მიმართებაში, უფრო მეტად საინტერესო ინფორმაცია, არა მხოლოდ ნაცნობი ტექსტებიდან. ეს ნამდვილად იქნება. საინტერესო მსჯელობები აქტუალურ თემებზე დაგვეხმარება კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, თითოეული შეხვედრის შემდეგ ახალი ინფორმაციით და დატვირთულებ. მოკლედ დაგვირთულებ. საკუთარი მეც უკეთ გაცნობა. კი, ეს იქნება უეჭველი. ფილოსოფიური კუთხით ადამიანის ქცევების შესწავლა. პირველად ვარ შემთხვევით მოვედი ყველანაირი მოლოდინის გარეშე. წარმოგიდგენთ, ნახოთ აბა როგორ მოვედი. რაღაც ესეთი გამოვიდა. მოდი ასე დამჭდები, კარგი? მეც ჩამოვედი. ხო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო რაღაცერად კითხვა-პასუხის რეჟიმში. ერთი პირი ისიც ვიფიქრეთ, რომ რაღაცა ლოტოტრონივით ხო არ გავაკეთოთ კითხვები და რა კითხვებიც ამოვა, მაგრამ ახლა ასეთი ფორმატია უშუალო. ხო, ვიცი, გნებავთ, შემეკითხეთ და უფრო კითხვა-პასუხის ის მირჩევნია მოდელი, ვიდრე ის რომ მოვიღერო ყელი და რაღაც მე გადავწყვიტო ის თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ და აი რასაც შემეკითხებით დაახლოებით იმ მიმართულებით ვიმუშავებთ. ყოველ შემთხვევაში მარიმ ასე დაგვიგეგმა. დღევანდელი შეხვედრა. პირველი მოთელვითია და ამიტომ რაც კი გაწუხებთ ნებისმიერი. მე უკვე ამის ხო. ჩემი აზრით, თქვენ აუცილებლად უნდა გველაპარაკოთ ახლა დასაწყისში, ჩემი აზრით, სკოლებში ფილოსოფიის სწავლების აუცილებლობაზე, რატო არის აუცილებელი? ნუ ახლა რატო არ ასწავლიან ეგ მოებმება ალბათ თავისთავად თქვენს პასუხში. რატო არის აუცილებელი, რომ ბავშვი თავიდანვე სწავლდეს ფილოსოფიას და რა იგულისხმება იმ ფილოსოფიაში, რომელსაც ბავშვი თავიდანვე უნდა სწავლობდეს, იცნობოდეს, ნუ სწავლობდეს ფილოსოფიას უკვე არასწორი ნათქვამია ჩემი აზრით, რომ ფილოსოფიურად ფილოსოფიასთან ერთად იზრდებოდეს და უნივერსიტეტში რა კუთხით შეიძლება კიდე ამის დანერგვა გარდა იმისა, რომ ფილოსოფია ისწავლებოდეს როგორც რაღაც კონკრეტული საგანი 2 თვე და მერე დამთავრდეს ამით ყველაფერი. და რას ნიშნავს, რომ რასაც ვსწავლობთ, ყველაფრის ფილოსოფია რო ვისწავლოთ. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ბავშვობიდან სიკვდილამდე რა არის ის თანმდები ფილოსოფია, რასაც უნდა ვსწავლობდეთ და რომელიც ჩვენთან ერთად უნდა იზრდებოდეს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ესეთი რაღაცა ძალიან ჩემთვის ფუნდამენტურ საკითხს შეეხე. როგორი ისა მაქვს იცით, ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. ერთი რომ მე რა თქმა უნდა როგორც ფილოსოფოსი ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ სასკოლო საგანი იყოს, მაგრამ არის მეორე პრობლემა. რომ ისედაც იმდენი საგნები აქვს ამ ბავშვებს და რაღაც თავსმოხვეული კურიკულუმი არსებობს, რომ ბავშვებს სურვილიც არ აქვს, რომ თქვათ რაღაცა ისწავლოთ, კიდე ერთი დამატებითი საგანი, თუნდაც ასე ვთქვათ, ყველას ეს საჭირო, ხო? შეიძლება აი ძალიან დიდ ფილტრში უნდა გაატარო, რამდენად საჭიროა და რამდენად აუცილებელი. ესე იგი, ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს საგანი, რომ დღეს კიდე სკოლა დატვირთო კიდე დამატებითი საგნით. ახლა თუ მკითხავთ არის თუ არა ფილოსოფია ასეთი საგანი, მე ვთვლი რომ არის. და რატო არის? წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა სკოლის მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან. და იმ პრობლემებს, რასაც მე ვხედავდი სასკოლო სივრცეში, რაღაცა პირობითად ჩემთვის აი ესეთი რაღაცა მეტაფორული დასახელება მოუგონე, ჭკვიანი თავით მოტანილი პრობლემები. ასე ჭკვიანი თავები რო პრობლემებს მოგიტანს. ეხლა ხო არა, შეიძლება პრობლემა მოგიტანოს ნებისმიერმა პრობლემურმა, თქვათ, რაღაცა ისეთმა ბავშვებმა
ბავშვია, რომელსაც არც შემეცნება აინტერესებს, არც საერთოდ არ არის ინტელექტუალურ განვითარებაზე მიმართული. ეს თავისთავად პრობლემაა, მაგრამ მე საუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ესე იყვნენ, მოქოქილი იყვნენ რა ამ მიმართულებით, მათთვის შემეცნება ეს იყო საზრდო, ანუ სწავლა, განათლების მიღება იყო რაღაცა პირადი ინტერესების საგანი და არა ის, რომ თქვათ ვიღაცა ავალებდა ან ნიშნის გამო რომ სწავლობდნენ, ხო? და აღმოვაჩინე, რომ ცოდნა, რომელიც ამ ბავშვებს გააჩნდათ, თან მით უმეტეს მარტო სკოლას არ ეყრდნობოდნენ მშობლები, იცით ხო? კარგ განათლებას სკოლა არ იძლევა, ყოველთვის მშობლები რეპეტიტორებს იხმარებენ და ნუ მოკლედ რაღაცა ფინანსურ მხარესთანაც არის დაკავშირებული და მშობლის მსოფლმხედველობასთანაც, ხო? და ეს ადამიანები ასე ძიებაში იყვნენ, რაღაცას ეძებდნენ, რაღაცებს იაზრებდნენ, რაღაცას ბოლომდე ვერ იაზრებდნენ და საბოლოოდ ვღებულობდით ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დისკრეტული ცოდნა. ანუ რა იგულისხმება დისკრეტულ ცოდნაში? ეს არის ცოდნა, რომელიც რაღაცერად შეფუთულია. აი, რასაც კატალოგიზაციას ვეძახით, ხო? აი, თუ ყოფილხართ ბიბლიოთეკაში, ხო, კატალოგები რო არის, ხო, დაწერილი აგერ აი ეს წიგნი დევს ამ უჯრაში, ამ გვარზე დაწყებული ეს წიგნი. ანუ ცოდნას ჰქონდა უფრო ასეთი ფორმა, რა, რომ რაღაც აი ეს ფიზიკიდან ეს ვიცი, ქიმიიდან ეს ვიცი, იმიდან ეს ვიცი, მაგრამ აი რომ დაგეწყო ამ ბავშვებთან საუბარი, ხო, აი როგორია ზოგადად სამყარო ის რა ცოდნასაც შენ ფიზიკა გაძლევს, ქიმია გაძლევს, ბიოლოგია გაძლევს, ამაზე დაფუძნებით, როგორ შეიძლება რაღაცა მთლიანი სამყაროს სურათზე მელაპარაკო, უკვე ვეღარ ხვდებოდნენ რაზე იყო საუბარი. უფრო მეტიც. აბსოლუტურად ეს ცოდნები არ იყო ინტეგრაციაში ერთმანეთთან. აი მაგალითად, რა ვიცი, გოგა დამეთახვა, ხა გოგამ ვიცი რატომაც დასვა ეს კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად გავიარეთ ეს გზა და ყავდა ერთი მოსწავლე, რომელსაც მე-11 კლასელი მოსწავლე, რომელსაც აუხსენით მენდელევის პერიოდული სისტემის პრინციპი, რატო რა გააკეთა ამ კაცმა, რა სისტემაში როგორ მოიყვანა ის ცოდნა, თქვათ მასის მუდმივობის კანონმა რაღაცა რო წინაპირობა შეუქმნა და რაღაცა და ეს რო დაალაგა და მთელი მის დამსახურება ის იყო, რომ ეს ცოდნა რო დაალაგა რაღაცა სისტემაში მოაქცია და ბავშვმა გააცნობიერა, რომ ანუ ჩვენო ყველაფერიო, რაც ჩვენს გარშემო ფიზიკურად არსებობსო, მენდელევის პერიოდული სისტემიდან არისო ამოღებულიო, ანუ ნახე რა მეო ეს ხალიჩაო, ეს იატაკი და ეს კედელიო და ეს პლანეტები ერთი და იგივე ატომებისგან ვარ შედგენილიო. დემოკრიტეს რანგში აზროვნებს უკვე. ხო, ამ კითხვებს ვავს. და ეს იყო მისთვის აღმოჩენა. და ჩემთვის აღმოჩენა ის იყო, რომ ადამიანმა მე-11 კლასელმა ჩემთან ურთიერთობაში და საუბარში აღმოაჩინა, რომ მატერია ყველგან არის მატერია და ადამიანიც იგივე მატერიაა, ოღონდ იქიდან გამომდინარე თუ რა კომბინაციაში ჩაჯდება ეს ნივთიერებები, ახალთვისებრიობას ღებულობ, ხო? აი უკვე ფილოსოფიასთან მიდიხარ, იმიტომ რომ 2, 3, 4 და სხვადასხვა სივრცე ერთმანეთთან დააკავშირე, განაზოგადე და რაღაცა უფრო გლობალური მასშტაბით, აი დაზუმულად შეხედი ამ სამყაროს. და აი მაშინ გამიჩნდა იდეა და სხვათა შორის ამ გაკვეთილების მერე მშობლებისგან მქონდა მუდმივად გვაქვს ხოლმე მშობლებთან რა უკავშირი და მშობლებისთან მქონდა ასეთი უკავშირი რომ ისაო აი საბუნ ფიზიკაში ქიმიაში რაღაცებში ნიშნები გააუმჯობესებდო და ასად არ დავყავსო და თქვენო მაქო ასწავლითო იმას არ ვასწავლით უბრალოდ აუხსენით მატერია რაზე დგას, ანუ ძირითადი რა არის, რას ნიშნავს ატომი, რას ნიშნავს მისი სტრუქტურა და ეს ატომი რა როლს თამაშობს, გნებავ ცოცხალ და გნებავ არაცოცხალ მატერიასთან მიმართებაში და საგნებთან მიმართებაში. მოკლედ ეს იყო ძალიან ისეთი ჩასავლები თემა. მე ახლა ისტორიასაც რო გადავხედე 1956 წლამდე საქართველოში ისწავლებოდა ლოგიკა. კოტე ბაქრაძის სახელმძღვანელოთი და თქვენ იცით საბჭოთა კერა და მის აი მეფის რუსეთის პერიოდში ერთადერთი სახელმძღვანელო იყო ლოგიკაზე იყო სოლომონ დოდაშვილის რუსულ ენაზე დაწერა და სოლომონ დოდაშვილის ლოგიკით სწავლობდა მთელი რუსეთის იმპერია. ანუ რაღაცნაირად ეს ტრენდი რომ აი ქართველები ფილოსოფიაში რაღაცა მნიშვნელობის მატარებლები იყვნენ, აი იმ პოსტ საბჭოთა და აი ამ რუსულ სივრცეშიც არსებობდა. და გარდა ამისა თქვენ დღევანდელ დავანებოთ თავი ამ ისტორიულ წარსულს, დღესაც ვერ ნახავთ სოფლიოში ქვეყანას, სადაც ფილოსოფია არ იყოს სასკოლო საგანი.
ხო ეს კიდე ხო ცალკე ის არის ცალკე თემა არის და მოკლედ ფილოსოფია სასკოლო საგანი არის ყველგან ხო არ ვიცი გოგა გიპასუხე თუ არა ამ კითხვაზე მაგრამ რაღაცა უსასრულობამდე შეიძლება ამ კითხვაზე საუბარი კიდე რა გავაკეთეთ იცი ფილოსოფია არის რაც აცოცხლებს რაღაც ორგანიზმს რომელიც სხვადასხვა ცოდნებისგან დისკრეტული მკვდარ რაღაცებს მატერიებს საერთოდ ამით აცოცხლებს აცოცხლებს და გიქმნის ქლიანობაზე წარმოდგენას. ანუ რას აკეთებს, იცი, ერთადერთი მეცნიერება, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს სოფხედველობა. ანუ ნახეთ ახლა რას ნიშნავს სოფხედველობა. სოფხედვა ხო, კომპოზიტია ხო, ანუ სამყაროს შესახებ შეხედულებების ქონა და ორი კომპონენტი აქვს რამ სოფხედველობას. ერთი რომ მთლიანი სამყაროს შესახებ გაქვს შეხედულებები და მეორე არის ის რომ ადამიანის როლს ეძებ ამ სამყაროში, ანუ ადამიანის დანიშნულება რა არის და ზოგადად ადამიანის დანიშნულებიდან უკვე ერთი ნაბიჯია შენ საკუთარ ანუ ძიებაში ხარ ხო? აი მე ძალიან მომეწონა ახლა მარის ის რომ სულ საუბრობდა რაზე რომ ხო კარგი საქმე გააკეთა ეს კლუბი რომ გააკეთა, მაგრამ სინამდვილეში ნახე რომ ლაპარაკობდა რაზე ეთყობოდა რომ გულწრფელი იყო. არ დაუწყია იცი რა თქვენთვის გავაკეთეს და აი თქვენ რომ კარგად ყოფილიყავთ და თქვენ რომ რაღაცა აზრიანი დებულებები მოგესმინათ და რაღაც ამისთვის კი არ გავაკეთეო მე თვითონ მინდოდაო ანუ ყოველთვის ადამიანს მოძრავებს პირადი ინსტინქტები თუ კი შენი პირადი мотиваცია არ არის რაღაცის კეთების და შენ თუ ამისგან სიამოვნებას არ იღებ ეს არც უნდა გააკეთო რა ეს არის რაღაც მაშინ ტანჯავს საკუთარ თავს და ეს არაფერს არ მოგცემს საბოლოო ჯამში და ახლა ნახეთ რატო ვიცახი რომ ეს მსოფლმხედველობრივი ამბავია რომ შენ სამყაროსთან რა დამოკიდებულებაც გიჩნდება ეს შეიძლება გაგიჩნდეს იმის გააზრების გარეშე რომ შენ სამყაროსთან რაღაცა დამოკიდებულება გაქვს თუ არ იაზრებ ამას მაინც გაქვს რაღაც ანუ ოღონდ ეს სტიქიურად ყალიბდება მაინც გაქვს მსოფლმხედველობა ვინც არ უნდა იყო როგორიც არ უნდა იყო ადამიანი თუ ხარ შენ მსოფლმხედველობა გაქვს უკვე მაგრამ მეორე ამბავი არის როდესაც შენ უკვე ერთავ ნატურას ამას რა ვიცი დავარქვათ ეგოს ტრანსფორმაციის ნატურა ანუ რა არის ეს რომ მე შემიძლია რომ გარედან შევხედო საკუთარ თავს და ერთი ამ ჩემს მსოფლმხედვას შევხედო რა მომძრავებს რისთვის მჭირდება ის რასაც ვაკეთებ ხო რა სკილები ჭირდება იმას რაზეც მაქვს პრეტენზია ხო ანუ გარეთ გასულა და საკუთარი თავის აი ასე დაზუმულად შეხედვა ეს არ არის პატარა ამბავი ხო ამას ჭირდება ერთი რომ რაღაცა ტიპის ცოდნაც ჭირდება ემპირიული ცოდნაც ჭირდება რაღაცა წაკითხული უნდა გქონდეს ხო ამას ჭირდება ძალიან დიდი შინაგანი კულტურა და ამას ჭირდება კიდე ძალიან დიდი мотиваცია იმისა რომ საკუთარი თავი განავითარო. იმიტომ რომ ადამიანს თუ განვითარება არ უნდა საკუთარ თავს გარედან ყურებას არ დაუწყებს რა. ანუ ეს იმისთვის მჭირდება რომ მე რაღაცა ჩემს საკუთარ თავში შევცვალო. და ეს ხანდახან არის რომ ეს კოუჩები რაღაცა ისეთ ფრაზებს აიღებენ ხოლმე რა რაღაცა და ისეთ კაი ფრაზებს რაღაცერად გააბანალურებენ რომ ეს მართლაც ასია იცით მართლა იცვლება სამყარო და ყველაფერი იცვლება როცა საკუთარი თავის ცვლილებას იწყებ და გოგერთს ბოდიში და კიდე რატომ მივედი ამაზე მე აღმოვაჩინე რომ ბავშვებს არ აქვს იმისი როგორ რაღაც აქვს იცით ვერც კი წარმოუდგენიათ რომ საკუთარ თავზე მუშაობა თუ ასაჭირო აი ეს რო აღმოვაჩინე ეს იყო ჩემთვის რაღაც ანუ რატო უნდა იმუშაოს რატო უნდა განავითაროს რაღაცა რატო უნდა ებრძოლოს რაღაც თვისებას რატო უნდა დათრგუნოს რაღაცა რატო უნდა გააქტიუროს რაღაცა ამის აუცილებლობას და საჭიროებას ბავშვები ვერ ხედავდნენ და მაშინ მივხვდი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის როდესაც ფილოსოფიური განათლება გაქვს ესე იგი ერთია კიდე ორ ნაწილად გავყოფთ ხო ერთი არის როცა ფილოსოფიას სწავლობ ანუ რა არის ფილოსოფიის სწავლა კითხულობ რაღაცა ავტორს ტექსტებს რაღაცას და მეორეა როცა ფილოსოფოსობ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა შეიძლება ერთი ტექსტი არ ქონდეს ფილოსოფიური წაკითხული ისე ქონდეს ისე იყო ფილოსოფოსი ისე ფილოსოფოსო და მე უცებ აღმოაჩინო ვაიმე ახლა შენ ხო მიხვედი რაღაცა და ვაიმე ეს პლატონს უთქვავს ეს ლოქს უთქვავს იქ სადღაც ყოფილა რაღაცა და ეს არის ძალიან საინტერესო მე იმიტომ რომ შენ თუ ესა ხო კიდე რითია იცი საინტერესო ფილოსოფია რას აკეთებს ფილოსოფია გაჩვენებს ერთი და იგივე მოვლენას სხვადასხვა კუთხიდან. აი მაგალითად რო აიღოთ ხო
სამი ძირითადი შემეცნების თეორია არსებობს, სამი მთავარი ფუნდამენტური თეორია ფილოსოფიაში, ემპირიზმი, რაციონალიზმი და ინტუიტივიზმი. და სამივე იძახის, რომ ისა სამყაროს შემეცნება, ემპირიზმი სამყარო შეგრძნებებით აგერავ, ხედავ, ასე უნდა მოხდეს სამყაროს შემეცნება. რაციონალისტები ეუბნებიან, არა, გენაცვალე, რაჟვაშია ხედავ, საერთოდ არ მჭირდება დანახვა, ისე შემიძლია რაღაც ინფორმაციის გაგება, აი როგორც დეკარტემ თქვა, ხო, ვაზროვნებ მასშტაბსა და მე ვარსებობა. აი საერთოდ არ მჭირდება მე ჩემი არსებობა იმის გაცნობიერებაა, რომ მე ვაზროვნებ, ხო? ინტუიტივისტები ამბობენ, რომ იცი რა, არც შეგრძნებებს არ უნდა დავეყრდნოთ, არც იმას არ უნდა დავეყრდნოთ გონებას, არამედ რაღაცა სხვა არხი გვაქვს სამყაროსთან, აი ის რაც მე ერთიან და მთლიან სამყაროსთან მაკავშირებს, ანუ ინტუიცია, ინსტინქტი, ესაა მთავარი. და ამას რომ ბავშვი იაზრებს და ყველა თეორიას აქვს თავისი არგუმენტები. ყველა დასაბუთებულია. და ამას, როდესაც ადამიანი იაზრებს, რომ შეიძლება ერთი და იგივე პრობლემაზე ასე აბსოლუტურად ერთმანეთის გამომრიცხველი, მაგრამ იმავდროულად სწორი, არგუმენტირებული პასუხები იყოს, ხო, უკვე ძალიან ესე ფუნდამენტურად უვითარდება ტოლერანტობის განცდა. ის უკვე შემწყნარებელია, ვიღაცის შეცდომის მიმართაც შემწყნარებელია, ვიღაცის გადაცდომების მიმართაც, რაღაც ადამიანურ სისუსტეებსაც, რა ვიცი, სხვანაირად უყურებს და უფრო სხვა რაკურსში აზროვნებს. არ ვიცი, გოგა ძალიან გამიგრძელდა, ისეთ თემას შეეყერო, შეუძლებელი იყო, რომ ამაზე ამდენი არ მესაუბრა. ის გამახსენდა, ის რო თქვით, რომ გარედან რომ უნდა უყურებდეს თავის თავს, გზავრის წერილებში რო ავავს ილია ლელთხუნიაზე, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი კაცი მეგონა და თურმე თვალყურ მადევარი ყოფილაო. აკვირდებაო თურმე აქ ქვეყანაში რა ხდებაო რა. ჩვეულებრივი კაცი მეგონაო და ანუ ჩვენც ლელთხუნიები უნდა ვიყოს ჩვენ. ხო, აბარა, სამყარო ახლა იმდენად გართულდა, რომ სადღა იმისი დრო რომ პრიმიტივად დარჩე და რამეს არ მოადგენდე. არ უნდა დატოვო რა საკუთარი თავი პრიმიტივად რა. შემიძლია გადავცე ვისაც აქვს. მე დავსვამ შეკითხვას ახლა მარიმ რაც ისაუბრა პირველი რაც გამახსენდა აი როდესაც პლატონი და სახელმწიფო ახსენეო რატომღაც თვალები გადაუტრიალდათო და აი გამიშთა ასეთი კითხვა ნამდვილად უნდა ეშინოდნენ თუ არა ფილოსოფიის აი რატომღაც ყოველთვის ფილოსოფიის ხსნება თითქოს რაღაცა შიშთა ნეგატივთან ასოცირდება ხო ფილოსოფიის რა ვიცი გააჩნია ხა ფილოსოფიას რა ემას დაუწესებ ხო რა თამასაც დაუწესებ და რა მოთხოვნებს დაუდებ საერთოდ ფილოსოფიის შეიძლება ეშინოდეთ იმ კუთხითაც რომ მოაზროვნე ადამიანი არის საშიში რისთვის არის საშიში ტოტალიტარული და ავტორიტარული სისტემებისთვის მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის საშიშია ანუ ადამიანი რომელიც სვამს კითხვებს რომელიც არის ძიების პროცესში და რომელიც დოგმატური არ არის და იცი რა იმიტომ არიღებს ჭეშმარიტებებს რომ ვიღაცამ თქვა და ყველაზე კარგი მაგალითი მაგისი ის არის ხო პლატონმა რო თქვა მიყვარს ჩემი მასწავლებელი არისტოტელესზე მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მიყვარს ხო ანუ ვინ უნდა ყოფილიყო მისთვის არისტოტელე პლატონზე უფრო დიდი ავტორიტეტი ხო და აი ამითი გადაუსვა წუთში გადაუსვა ხაზი ჭეშმარიტება სხვა რამეა პლატონი მე ჭეშმარიტებას არ მეუბნება და პირიქით რა გააკეთა პლატონის თეორიის კრიტიკაზე ააგო თავისი თეორია ხო აი ეს არის ფილოსოფია და ფილოსოფოსობა და ბუნებრივი არის რომ როდესაც აი თქვენ კრიტიკულ აზროვნებაზე ისაუბრეთ რა ხდება იცით დღეს იმდენად დიდი არის ცოდნა სამყაროს შესახებ დაგროვილი რომ იმდენად რაღაცერად გლობალური არის ეს ცოდნა ხო რომ აი ახლა ჩვენ დღეს რომ აქ ვზივართ ამ წუთას ხო შეიძლება რა ვიცი ცერნის კოლაიდერში რაღაცა ისეთი აღმოჩენები ხდებოდეს რომელმაც საერთოდ შეცვალოს სამყაროს შესახებ თლიანად შეხედულება გადააბრუნოს ხო რა ვიცი იყო საუბარი იმაზე რომ აი შეიძლება რა ვიცი გრავიტაციის კანონების გაგებაც კი შეიცვალოს რაღაცა ამ ტიპის თეორიებიც არსებობს ახლა დღეს და გადასინჯვა ხდება ხო ამ ტიპის თეორიების და ნახეთ ახლა იმდენი ცოდნა არის რომ აი ძალიან რომ მინდოდეს ხო ვერ მოვიხელთ შეუძლებელია რომ ყველაფერი იცოდე აი თქვა არისტოტელე ანტიკურ პერიოდში არისტოტელე იყო ენციკლოპედიური გონება დემოკრიტე იყო ენციკლოპედიური გონება ანუ რა ყველა ტიპის ცოდნას რო ფლობდა იმიტომ რომ არ იყო ის მასა დაგროვილი ხო ცოდნის დღეს ხო ეგ გამორიცხულია რა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის რომ რა ვქნა კაცო ყველაფერს ვერ ვასწავლი და თუ ყველაფერს ვერ ასწავლი ადამიანს ვერც უნივერსიტეტში ასწავლი ვერც სკოლაში
შეასწავლი ყველაფერს. მაშინ დგება პრობლემა, მაშინ აბა რა უნდა გავაკეთო? მაშინ ატყუებ. იგი იმიტომ რომ ეუბნები რომ მე ყველაფერი გასწავლე, მაგრამ სინამდვილეში შეუძლებელია სწავლება ყველაფრის და თუ კი შენ არ ეუბნები ამას რომ ყველაფერს ვერ გასწავლიო, ესე იგი გატყუებ და მე ვაიძულებ ამ ადამიანს რომ ველოსიპედები გამოიგონოს. ხო, თქვა შეიძლება ისეთ რაღაცაზე დაიწყოს მუშაობა მეცნიერულ თემატიკაზე, რაც არსებობს უკვე და უკვე შესწავლილია და დასრულებულია, ხო? და ასეთ დროს რომ აღმოჩნდა უკვე განათლების სისტემაც ამდგომ ობიექტური პრობლემაა ესა, რომ იმიტომ კი არა რომ არ უნდათ რომ ასწავლოს, ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ ასწავლი. იმიტომ რომ ძალიან ჭენებით მიდის წინ ეს პროცესი მეცნიერების განვითარების. ამიტომ და ამაზეც იფიქრა ფილოსოფოსებმა და აი თქვენ რო იძახით რომ ატრიალებთ კრიტიკული აზროვნება. ეს კრიტიკული აზროვნების კონცეფტი პირველად შემოიტანა ჯონ დიუი. ანუ ის ამბობს ამას, რომ რა ვერ ვასწავლი ყველაფერს, ვერ ვასწავლით, მაგრამ უნდა განუვითაროთ ის უნარები, რითაც ვასწავლით, ანუ რა ადამიანს უნდა მივცეთ კრიტიკული აზროვნების უნარი, ანუ ის რაც არის რა კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპი, რომ აი ტვინი უნდა კონდეს აწყობილი განვითარებაზე, რაღაც ის მიგნებებზე, რა ვიცი, შეიძლება იგივე გაიმეორო, მაგრამ ის შენი მიგნება იყოს, აი იყავი რა აინშტაინი რაღაცაში, შენ თვითონ აღმოაჩინე ის ფარდობითობის თეორია, ხო? აი მე მაგალითად ვიძახი, რომ ფარდობითობის თეორიის აღმომჩენი არის ის 3 წლის ბავშვმა დასვა ასეთი კითხვა. ასე ვდგავარო და ეს არისო წინო და ესაა უკანო, ხო? და მოვტრიალდიო და ეს არისო ეხლა უკვე წინო და ეს არის უკანო. 3 წლის ბავშვი კი ამბობს ამას. ჩვეულებრივი აინშტაინია, იმიტომ რომ მიხვდა რომ თავარი არის ათვლის სისტემა, ათვლის წერტილი, საიდან ათვლი ამას, ხო? და დიუი ამბობს ამას, რომ ჩვენ ყველაფერს ვერ ვასწავლით, მაგრამ უნდა განუვითაროთ ის სკილები, ის უნარები, რომელიც რაც მას აინტერესებს და რაც მას უნდა იმის სწავლაში დაეხმარება. და არ ვიცი, პასუხობ კითხვაზე. ხო, ესე იგი ნახე რა ხდება უკვე ეს დილემა არის რა ჩვენს წინაშე, რომ თუ კი ჩვენ ასეთნაირად მოაზროვნე ტიპს გავზრდით, რომელსაც აბსოლუტურად დოგმატიზმთან არაფერი არ აქვს შეხება და ჩასაფრებული თავის თავს და თავის ცოდნაზეც არის ჩასაფრებული, არა თუ ვიღაცაზე, ხო? და ეძებს მუდმივად ჭეშმარიტებებს, ის ადამიანი ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სისტემებში ის ადამიანი ამოიღებს ხმას, აბა რას იზამს, ხო? ამ ადამიანებთან მიმართებაში ავტორიტარული სისტემები უბრალოდ ვერ დამყარდება. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის აი პლატონიდან მოყოლებული, აი ხანდახან რო ამბობენ, რომ აი პოლიტიკა და განათლება სხვადასხვა და განათლება არ უნდა ავრიოთ პოლიტიკაში, ეს არის ყველაზე დიდი რა გითხრათ, რაღაცა სიბრიყვე, რაც კი ოდესმე გამიგონია, იმიტომ რომ განათლება ნიშნავს უკვე რომ პოლიტიკას აკეთებ. რატო? იმიტომ რომ შენ ემსახურები პიროვნების ფორმირებას, როცა განათლების სფეროში ხარ, როგორ ხარ პიროვნების ფორმირება და პიროვნებას თუ აფორმირებ, პოლიტიკაში ხარ აბა რა ხარ, იმიტომ რომ ქმნი იმ მომავლის ფუნდამენტს, რაც სამომავლოდ უნდა გახდეს. უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ აი თუ განათლების სფეროში ხარ, აი მე მაგალითად ვთვლი, რომ თუ მასწავლებელი, თუ შენ არ გააქვს მიზნად ის, რომ შეცვალო სამყარო შეცვლა თუ არ გინდა, მაშინ განათლებაში არ უნდა მიხვიდე, განათლების სფეროში არ უნდა მიხვიდე. იქ უბრალოდ შენი ადგილი არ არის. როგორც ძალიან ხო არ დაგაფიქრეთ. პლატონიდან მოყოლებული მასე არის. პლატონი პირდაპირ როგორ არის, იცით, პლატონს როგორი სისტემა აქვს, იცით, გაკეთებული, აი რომ წაიკითხავთ მის სახელმწიფოს, ნახავთ, სახელმწიფოში ლაპარაკობს განათლებაზე. ნახე როგორ რას ამბობს. სამყარო არისო გაყოფილი ორ ნაწილადო, იდეალური და მატერიალურიო. ადამიანი ზუსტად ასეა აგებული, სული და სხეული. ანუ როგორიც არის სამყარო, იმის ადეკვატურია ადამიანის აგებულება. ეს ადამიანი ამ სამყაროში რო იბადება, ხდება სახელმწიფოში. ხო და ეს სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს მან იდეათა სამყაროში რაც იცოდა იმის გაღვიძებაში და იმის გაცოცხლებაში. ნახე როგორი ჯაჭვია დიალექტიკური. სამყარო როგორიც არის ისეთივე ადამიანი, ისეთივე მოწყობის უნდა იყოს სახელმწიფო და სახელმწიფო მოწყობას რასაც უკვე თავს კი არა და რასაც აკეთებს, ის უნდა გააკეთოს განათლების სისტემა. ნახე საიდან სადმიდით. ანუ ემიდან
მოდი როგორ თქვა, კოსმოლოგიიდან, ანუ სამყაროს აგებულებიდან დაივიდა განათლების სისტემამდე. Როგორიც არის სამყარო, ის უნდა გააკეთოს განათლების სისტემამ, ხო? და აი ამ დიაპაზონში ასროვნებს, ხო? ვერ გამიჩნდა. განათლებას ვერ გამიჩნდა პოლიტიკისგან შეუძლებელია. ისე მართალი კითხეთ პლატონი ამის გამო კი ნახა მონად გაყიდეს, მაგრამ ასეთი აზრების გამო მაგ რა ვიცი, მე თუ დრო გექნება მოგიყვებით რატო როგორ მოხდა. მე მაინტერესებს ანუ ხშირად ახსენეთ დღესაც კრიტიკული აზროვნება და ანუ თვისებები და უნარები რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რომ იაზროვნოს ფილოსოფიურად მაგალითად ცნობის მოყარეობა ალბათ კრიტიკული აზროვნება კიდევ კრეატიულობაზე მაგალითად გამიგია რომ ზოგი ამბობს რომ ეს ყველაფერი არის ან გაქვს ან არ გაქვს და მისი სწავლება არ შეიძლება ან უფრო მეტად დამოკიდებული შეიძლება იყოს კონკრეტულად თავიდან რა პროცენტულად რამდენი გაქვს და ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ და მაგალითად ვისაც უნდა რომ ან ახლა იწყებს რაღაც აღმოჩენებს როგორ შეიძლება რომ განივითაროს და მიაღწიოს იმას რომ შეძლოს ასე ვთქვათ ფილოსოფიურად აზროვნება ხო, კრიტიკული აზროვნება ყველა ასაკშია შესაძლებელი. ფილოსოფიური აზროვნება ყველა ასაკშია შესაძლებელი. აი ხო გითხარით არა, ეს ბავშვზე, 3 წლის ბავშვზე. ის უკვე კრიტიკულად აზროვნებს და ფილოსოფიურად აზროვნებს, ხო, როცა ამ კითხვას სვავს, არა? მქონდა კიდე ასეთი кейსი, ერთმა ბავშვმა დასვა ასეთი კითხვა. აი, სადღაც მეორე თუ მესამე კლასში სწავლობენ ხო ზმნის დროებს. ზმნის დროებს რო სწავლობენ, ბავშვი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ აუ რა კარგი იქნებაო ქართულ ენაშიო რო არ იყოსო წარსულიო დრო და რო არ იყოს მომავალი დრო და იყოსო მარტო აწმყო ასე აუф მე ვთხარი როგორ გაგიმარტივები ახლა ცხოვრება რა კარგია თქვა ნუ გეზარება თქო რას მის დროების ისა გარჩევა თქო და არა ნახე რას მე რატო გეუბნები ამას იციო ესე იგი ზოგიო ადამიანებიო იძახიანო ასეთებიო ვიღავითო წარსულშიო ზოგი იძახისო ასეთებიო ვიქნებითო და დღეს რა ვარ თუ ყველას დაავიწყდა რა გააკეთა ნახეთ ესე იგი ფილოსოფიური კონტექსტი ანუ რა გააკეთა ნახე ენის ფილოსოფიიდან ამოვიდა ის რასაც ენა აკეთებს ის რომ ჩემს აზროვნებაში ტრანსფორმირდება ყოფიერების სახით ნახეთ რას მეუბნება რეალურად ანუ ენა როგორ შეიძლება იყოს ყოფიერების სახლი ანუ რაზეც მარტინ ჰაიდეგერმა დაწერა ამხელატანიანი წიგნი ის არსი და სულისკვეთება დაიჭირა ბავშვმა რომ როგორ შეიძლება ესე იგი ენამ განსაზღვროს ჩემი აზროვნება და ყოფიერებასთან დამოკიდებულება ეს დაიჭირა ხო ამიტომ ამის თქმა რომ როდის შეიძლება და ისა ყოველთვის ნებისმიერ დროს რა ვიცი შეიძლება 80 წლის ასაკშიც კი შეიძლება მოხდეს რაღაცა ადამიანში ცვლილებები და გადატრიალება და თქვა არ იყო კრიტიკულად მოაზროვნე და გახდეს ან რა ვიცი პირიქით ხო მაგრამ მაგ როგორ არის იცით როგორც საკუთარი თავის განვითარება არის მუდმივი პროცესი ასევე არის რა რაღაცერად ამას ჭირდება ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ჰიგიენა რა ბევრი რაღაცის ან საკუთარი თავი არ უნდა მოწამლო რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობები ეხლა მე მქონდა ამ პოლიტიკური სიტუაცია რო დაცაბულია ხო როგორი ტოქსიკოზია იცით როგორ მაწუხებს რა შემაწუხა იცით ყველაზე მეტად რაღაც ფოტო ვნახე რა ძველი კოლეგების ვისთან ერთადაც რაღაცა პროექტებს ვახორციელებდი და დავიწყე ნუ ვინ არის ის რა ქვია ხელისუფლების მომხრე და ვინ არ არის ხელს ასე დაუწყე ადამიანებს ყურება და მე თვითონ ისე შემაწუხა მაგრამ მეთქი ნუ არასდროს ანუ ხო ძალიან ცუდია რა როცა ასეთნაი ამას ხედავ შენ თავში არ მომწონს მაგრამ პირველი რეაქცია რაც ჰქონდა აგინოთ ერთ დროს აზროვნებდა და ახლა სად არის ეგეთი ფიქრები მომდის თავში როცა და ანუ რაღაცა რანჟირება გავაკეთე რა ადამიანების და ამიტომაც არის რომ აი ის რაც შენ გაგდრგუნავს გაქვეითებს ამას მაქსიმალურად უნდა გაექცე ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კრიტიკული აზროვნებას როგორ რაღაც არის იცით კრიტიკული აზროვნება რა არის ამაზე მე მასწავლებლებთან მაქვს 2 საათიანი ლექცია მარტო ამაზე რა არის კრიტიკული აზროვნება ესე იგი როგორ რაღაცა იცი კრიტიკულ აზროვნებას აქვს წინაპირობა ანუ რასაც უნდა დაეფუძნო კრიტიკული აზროვნება ცარიელ ადგილზე ვერ მოხდება ანუ რაღაცა ინფორმაციას ადამიანი უნდა ფლობდეს აქვს წინაპირობა და კრიტიკულ აზროვნებას აქვს ინდიკატორები ანუ რაღაცას ეყრდნობა ანუ რა ჭირდება გაგების უნარი ჭირდება
ჭირდება ინფორმაცია რაღაცა სფეროში. არ არის აუცილებელი რომ ეს ინფორმაცია უზარმაზ არ იყოს, რაღაცა ინფორმაცია სფეროში და რა ჭირდება, იცით, მიხვედრის უნარი. აი ეს სამი რამე, ფაქტების ცოდნა, გაგების უნარი და რაღაცა მიხვედრა, ამაზე იყო აწყობილი მთელი საბჭოთა სისტემა. ხო, ახლა როგორ რაღაცა ვთქვი, ხო? ფაქტების ცოდნა თუ იცი, განათლებული ხარ არა? რაგერა წავიკითხე კანტი გავიგე, განათლებული ვარ, იმიტომ რომ კანტი წავიკითხე და გავიგე. რაღაცას მივხვდი ჩემით, ხო? მაგრამ მაინც არ არის კრიტიკული აზროვნება, ეს ყველაფერი არის კრიტიკული აზროვნებისთვის მასალა, წინაპირობა. ეხლა რა არის კრიტიკული აზროვნება? ახლა რა არის? რა ვიცი, ამის უსასრულო ის აქვს რა, წრე, რა არის კრიტიკული აზროვნება? რა, დავიწყოთ ერთი, რა შეიძლება რა გაგახსენდეს პირველი. არგუმენტებზე დაფუძნებული აზროვნება. იცი რა, საფუძველ გამომდინარე აზროვნება. როდესაც მე დასკვნას ვაკეთებ და რაღაცას ვამბობ, იცი რა, რაღაცას ვეყრდნობი. და მე თვითონ როგორ ხვდები, იცი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის იმას, იცი რა, გამომდინარე აქედან, რომ იტყვის ადამიანი, მაშას ადამე, აი ამ ფრაზებს რო იყენებს, უკვე ხვდები, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდთან მაგ საქმე. იმიტომ რომ ის რაღაცას ეყრდნობა და ჰაერიდან არ ლაპარაკობს, ხო? ერთ-ერთი ინდიკატორი არის ეს შინაგანი ცნობის მოყვარეობა. ის ცნობის მოყვარეობა კი არა, რომ აი ცით უნივერსიტეტში ეს მანადგურებს ყველაზე მეტად, რომ რომ გონია, რომ სტუდენტი მოსულია, იმიტომ რომ რაღაცა აინტერესებს, რაღაც ფილოსოფია ისა და უცებ რა. ხედავ, რომ ნიშანია ერთადერთი მოტივატორი და ქულის მიღება. იცი რა, ჯერ არ ყოფილა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში არ ყოფილა რომ ადამიანს ემუშაოს და იმას ნიშანი არ ქონოდეს, ხო? ხო, მაგრამ როდესაც ნიშნისთვის მოდი ხა წარმოიდგინე, მეწოდება ეს ადამიანები, რატომ მეწოდება, იცი? მოდიან და ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს დრო, ამას კარგავენ იმაზე ჩალიჯში, რომ ნიშანი მიიღონ. ხახნო დრო, რომელიც ყველაზე დიდი რესურსია, ორი ისა გაქვს, მათემატიკაში ვართ, ხო, რომ იბადები და კვდები თან იცი, რომ ხარ სასრული არსება, თითოეული წუთი რა მნიშვნელოვანია. ხო, და ამას მოდის, ამ წუთებს კარგავს, რომ არაფერი არ შეიძინოს და აქედან უკავშირი არ მიიღოს, გარდა იმისა, რომ ნიშანი მიიღოს და ფლანგავს, ის არის ქრონოფაგი, ანუ იფლანგება ის, რომ ამისთვის ძალიან მეწოდება ადამიანები, რომ ამ დროს ფლანგავენ. და მე თვითონაც ასე ვუყურებ სულ და ყოველთვის როგორ ვცდილობ რომ როცა თუნდაც იგივე ლექცია რომ აქ რაღაცა აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობის ხარისხით უყურებ, იმიტომ რომ თუ იმისი დრო მეც ხო იმ ფლანგველად არ უნდა გადავიქცე, მეც ხო ჩემი დრო მაქვს რა და ყოველთვის მინდა რომ ეს დრო იყოს რაციონალური და სწორად იყოს დახარჯული და რაღაცა პროდუქტი დადოს ამან და არა ის რომ უბრალოდ შევედი და იცი რა მე ჩემი ხო გავაკეთე ლექცია წავიკითხე, წავიპროტონე რაღაცა გამოვედი არა რა იქ სხვა ენერგეტიკა იდება იმაში, სხვა განწყობები მაქვს და აი ჩემთვის ეს არის იმისი მანიფესტაცია, რომ აი შენც ასე უნდა იყო რა, შენც აი რაც არ გაინტერესებს ის არ უნდა გააკეთო რა. აი არ უნდა დაპატარავდე ისე რომ რაღაცის გამო ხარჯო ეს ყველაზე ძვირფასი რესურსი, რაც არის შენი ცხოვრება. ამიტომ ესეც კრიტიკული აზროვნების ფორმაა, ჩემთვის, როცა დროს რაციონალურად იყენებ. რა ვიცი რა, სოციალური აზროვნება არის კრიტიკული აზროვნება. და საერთოდ დრასტიჩდა სოციალური აზროვნება, რომ არ მინდა ის სოციალიზმისგან ძალიან შორს ვარ, ცოტა სხვა რამეს გულისხმობ, მაგრამ ის რომ მე ვარ და ვარსებობ როგორც ადამიანი და არსებობს ვიღაცა როგორც ადამიანი, მე ჩემი მოტივაციები აქვს, იმისი მოტივაციები, მე ყოველთვის უნდა გავითვალისწინო, რომ ის ადამიანი თავისი მოტივაციებით არის და ყოველთვის უნდა გაუფრთხილდე იმას. მე და თან ეხლა ამ ბოლო დროს სკოლაში იმაში ვცელდებოდა სოციალურ ქსელებში რაღაცა ის რა ვიცი რა დავარქვა ასწავლეთ ბავშვებს სრდილობა და არაუფლებები აი მე ისე მზარავდა ეს და თან ისეთი კარგი მასწავლებლები აფრიალებდნენ ამას მეთქი რატო ხალხო გაიაზრეთ რას ამბობ რას ნიშნავს მე თუ ჩემი უფლება არ ვიცი სხვის უფლებას როგორ დავიცავ და სრდილობიანი როგორ ვიქნები მე ხო ინდივიდი ვარ პიროვნება აი მარიმ რო თქვა რომ იცი რა მე მინდოდა და გავაკეთე ეს არის მე თუ ჩემი უფლება არ ვიცი სხვის უფლებას ვერ დავიცავ ჩემი უფლება თუ არ არის დაცული და მე თუ ეს გაცნობიერებული არ მაქვს ასევე იოლად შევეხები სხვის სივრცეს ხო და თუ უფლებები მაქვს გაცნობიერებული ზუსტად მაშინ ვარ სრდილობიანი
იმიტომ რომ მე ვიცი რომ ის რასაც მე გავაკეთებ იგივეს მიკეთებენ მეც ხო აი ესაა სოციალური აზროვნება ან კიდე სოციალური აზროვნების მაგალითია ის ძალიან მომწონს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ესე დიდი საცობი იყო გერმანიაში და აქედან იყო მანქანები და შუა ზოლი იყო დატოვებული სასწრაფო დახმარებისთვის და ნუ რაღაცა შემთხვევისთვის რომ ვიღაც ადამიანს რო დაჭირებოდა ან სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას გავლა იქ დატოვებული ქონდა ადამიანებს მძღოლებს და უსაშველო უზარმაზარ საცობში იდგნენ არავის არ მოსვლია თავში აზრად რომ გადაეხვია და იქ გაეჭედა კიდე მანქანები სოციალური აზროვნება იმიტომ რომ გაითვალისწინა რომ მე რომ მიჭირდეს და ვიღაცამ ჩახერგოს ეს ისა გზა ხო შეიძლება რომ ამის გამო ვიღაცა მე დავიღუპო ჩემიანი დაიღუპოს ხო რა ვიცი კრიტიკული აზროვნება არის კიდე როგორი აზროვნება იცით რაღაცა როგორ ანალიტიკურია თავისთავად და აზროვნება ყოველთვის ანალიტიკაა აზროვნებაში რო ხარ ყოველთვის ხარ აბსტრაქციებში კი ხო მაგაზე აღარ ხო უკვე ვისაუბრე რომ აი ეს პლატონის და ის მაგ რა თქმა უნდა ავტორიტეტები ავტორიტეტი იცი რა არის ავტორიტეტებს აქვს მნიშვნელობა აღზრდის პროცესში იცით აი მაგალითად ძალიან კარგი არის, როდესაც აი მასწავლებელი ან მშობელი არის ავტორიტეტი. ავტორიტეტი და ავტორიტარი სხვადასხვა რამეა, ხო, ავტორიტარული სტილი ახსნის სხვა რამეა და ავტორიტეტი არის ადამიანი, ვისაც რაღაცა აი გინდა რომ ბაძავდე, შენს თავში, როგორ? ხო, შენს თავში ზრდი იმას, ვინც ის და სხვათა შორის ამის წინ დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ყველა ავტორიტეტი ვის თვისებებსაც ვცდილობდი რომ ჩემ თავში გამეზარდა იყო მამაკაცი. რა უცნაურია. ამ დროს ძალიან მომწონს და კომფორტულად ვარ ჩემს გესთან, მაგრამ ხახტო მამაკაცების ისინი მომწონს თვისებები ხო რაღაც ბრძოლის უნარიანობა და შეგვიძლია. ავტორიტეტები თვითონ გეხმარება კრიტიკული აზროვნების განმარტებაში რა კუთხით იცი? რომ ნელია ხოლმე რომ არ დაეთანხმო რა როცა იწყებო კრიტიკულ აზროვნებაზე მუშაობას ახლა ვიღაცა მეზობება რომ რაღაც მითხრა ადვილია რომ არ დავეთანხმო ის მიკროფონი როცა ავტორიტეტს არ ეთანხმები უკვე ამაზე სერიოზული მუშაობა გიწევს იმიტომ რომ ახლა მარტივია გიოს სიტყვაზე ვიძახი ვინმე შენაცნობს არ დაეთანხმო მაგრამ რთულია პლატონს არ დაეთანხმო მაგრამ როცა პროცესში ხარ ხო არ ნებდები თუ პლატონმა თქვა ხო კაი არ იტყვი ამას და აგრძელებ ამ წინააღმდეგობას და პრინციპში პლატონს ეკამათები უზიხარ მაგიდასთან და ამაშიც გეხმარებიან უფრო მეტად ვიდრე თავიანთი ციტატებით და ფრაზებით რომელსაც იზეპირებ და მესამე პირში იგებ შენ გეუბნება სიმართლეს ცოტა ისა ბევრი მომხრეყავს და ცოტა დამცველიო და შენ ისე იგებ შენ ხარ მართალი და ყველა დანარჩენი აკეთებს ამას არასოდეს აუ ციტატებს უფრო ვერ ვიგებთ ასე უფრო გვეხმარებიან კრიტიკული აზროვნების გამომუშავებაში ჩემი აზრით კი ბატონო კი ძალიან კარგი ის არის კაი მიგდება იყო ნამდვილად თვითონ ის რომ სხვათა შორის ეს არის ძალიან აი კანტი ხო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში და სულ გული მწყდება არავინ არ იცნობს ჰიუმს ისე ახლა სპეციალისტები იცნობენ რა თქმა უნდა ეს იყო ადამიანი რომელიც რო არ ყოფილიყო არ იქნებოდა კანტი წმინდა გონების კრიტიკაში ყველგან ეკამათება ჰიუმს და ეს იმდენად ძლიერი არგუმენტები დადო ჰიუმმა ემპირიზმის სასარგებლოდ რომ ხანდახან ასეც აფასებენ რომ აი კანტი უნდა გამოჩენილიყო რა რომ ის გადაფასებულიყო რაღაცაერად რომ იმასთან ვიღაცა პოლემიკაში შესულიყო და ჰიუმმა მიცა ინსპირაცია თავიდან ბოლომდე კანტს რომ დაეწერა წმინდა გონების კრიტიკა და ეს გოგასის გავაგრძელე ძალიან კარგი მიგნება იყო მადლობა მაგისთვის აი მე მაინტერესებს ფილოსოფოსი არის თუ არა ის გამოღვიძებული ადამიანი რომელზეც საუბრობენ აი ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის გამოღვიძებული ადამიანი პირველ რიგში და ჩემი აზრით რაც არის მაგალითად აი როგორც საკუთარ თავთან არა იგივეს საკუთარ ცნობიერთან გამოღვიძებული ადამიანი საკუთარ თავს და არის რაღაცის რაც ამას აკვირდება რეალურ ცნობიერს და ანუ რეალური მე უფრო სხვა არისო და აი ფილოსოფოსი არის თუ არა ეს რო ვისაუბროთ ამ თემებზე მადლობა ხო ეხლა რო გისმენთ თქვენ კითხვას რო ისმენთ რა პლატონის გამოქვაბული დამიდგა პირდაპირ ისა თვალწინ ხო გამოღვიძებული ადამიანი რა ვიცი არის ალბათ ფილოსოფოსი და სულაც არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს ფილოსოფიური განათლება ფილოსოფიური განათლება რა არის ისე გავმეორდები რომ ერთი არის როცა ტექსტებს კითხულობ ხო ფილოსოფიურ ტექსტებს კითხულობ და ვიღაცის დააზრევს ეცნობი მაგრამ მეორე არის როდესაც
შენ თვითონ აზროვნებ ამაში, ხო? ანუ შენ თვითონ ქმნი იმ კონსტრუქციებს, სააზროვნო კონსტრუქციებს. შეიძლება ვიღაცას დაეთახო ან არ დაეთახო, მაგრამ ნახე ახლა ფილოსოფიის მთელი ხიბლი რა არის, რომ ფილოსოფიაში ღირებული არის ის, რაც არავის არ უთქვამს. ანუ რაც უფრო განსხვავებულია, ის არის ღირებული. ახლა გენეტიკაში განსხვავებულს ვერ იტყვი. ხო, რაღაცა 4 კოდია, რაღაც ის არის, რა ქვია, ქრომოსომებია, რომელშიც ეს ინფორმაცია არის ჩაწერილი და რაღაცა, ანუ დამთავრებულია ეს ამბავი, ხო, არ არის ასე ვთქვათ, ახალს ამასთან მიმართებაში შეიძლება განავითარო გენეტიკა, რაღაცა კლონის შექმნა, მაგრამ ის რაც არის, იმას ვერ გადააფასებ, ხო? და ფილოსოფიაში ესაა ღირებული. ანუ ფილოსოფია როგორ ვითარდება? ნახეთ, რომელიმე თეორეტიკოსი რო რაღაცაზე საუბრობს, მეორე გამოდის და იცი რა არის? აი, რა დროს ეგ არის რა? აი, რებს ლაპარაკობ, უტრირება რომ გაუკეთოთ იმას. არ არის კაცო, სისულელი არაა სწორი. არ იყო კანტი მართალი რა, დაგვაკარგინა ობიექტური სინამდვილე კანტმა. კანტმა თქვა, რომ არსებობს ისა საგანი თავისთავად, რომელიც ჩვენ რაც არ უნდა განვითარდეთ, ვერასდროს ვერ მივხვდებით რა არის. ანუ სამყაროს ვერასდროს ვერ ვიმეცნებთ. რატო? იმიტომ რომ ჩვენი შემეცნებითი შესაძლებლობები არის ნაკლოვანი. და ვიღაც ამოწყოცო რატო დაემართა ამ ჭკვიან კაცებს, რატო თქვა ეს? გამოდის რომ ობიექტური სინამდვილე დამაკარგინა, ეკამათება კანტს. ბოროტი ხარო უთხრა, რატო დამაკარგინე ობიექტური სინამდვილე? პირიქით მე მყარად ვდგავარ იმაზე მიწაზე და ვიცი რომ ის სამყარო რაც ჩემს გარშემოა, ნამდვილად ისეთია, როგორიც მე ვხედავ. მაშინ როცა კანტი გეუბნება რომ შეიძლება შენ რაღაცას ხედავდე, მაგრამ ის სინამდვილეში ისე არ იყოს როგორც შენ ხედავ, ხო? და ბევრ სუბიექტივისტურ ფილოსოფიას ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ აი ეს არის სწორედ, რომ შენ როდესაც იწყებ ამას, არა, გეღვიძება ამ რეგისტრში როცა აზროვნებ დაძინებული როგორ იქნები. ვერ დაიძინებ, გეღვიძება ყოველთვის. აი მაგალითად როცა იმაზე ვსაუბრობთ, იგივე შეიძლება სხვათა შორის ამ კითხვასაც ვისვამე, შეიძლება თუ არა მორწმუნე ადამიანი იყოს ფილოსოფი, ხშირად მეკითხებიან რომელი კონფესიას ანუ ღმერთი თუ გწამსო მეუბნებიან და ამ კითხვას რომ ვისვამენ, მაშინ ხვდები რას გულისხმობენ, ხო? იცით რა არის? სულაც არ ნიშნავს ის, როცა თუ აზროვნებ, არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ უნდა გწამდეს. ხო, იმიტომ რომ თუ კი მე მით უმეტეს ხო, მით უმეტეს. არ რას გულისხმობ, იცით? ხო, ისეთი გარემო გვაქვს და ისეთი სოციუმი, ხო, მორწმუნეობათ რა ითვლება, რაღაცა დოგმატების შესრულება, მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ამბავია. დოგმატების შესრულება და ამაში გამოიხატება მხოლოდ, ხო, მორწმუნეობა და ღმერთთან კომუნიკაცია და აქ ბატონო? ცოცხალი არ არის. კი ბატონო. მე მგონია, საერთოდ როგორ არის, იცით, რა აღმოვაჩინე, ძალიან დიდი შიმშილი არის ფილოსოფიაზე. ანუ ფილოსოფიის შიმშილი შეიმჩნევა დღეს საზოგადოებაში. ზოგადად ინტერესი არის დიდი და აი შეიძლება აქ ახლა ბევრი ადამიანი ვერ მოვიდეს, მაგრამ რაიმე ასეთი სივრცეები თუ შეიქმნება, აი რაღაცა დროის და რაღაც სხვა ისა გვაქვს კიდე, ხო, გარდა იმისა, რომ ნება გქონდეს, შეიძლება რაღაცა სხვა მიზეზები იყოს ის გამოცვალება, ხო. და ეს ამის მიზეზი რა არის, იცით? ყოველთვის როდესაც კრიზისული სიტუაცია, როდესაც ეპოქები იცვლება, ხო? ეპოქის ცვლილება რას ნიშნავს, რომ ერთი ღირებულებათა ერთი სისტემა დასრულდა, რაღაცა გადაფასებულია და ახალი ჯერ კიდე არ არის ფორმირებული, ხო? და ადამიანი არის ძიების პროცესში, რომ აი რა უნდა გააკეთოს, არ იცის, ხო? საითკენ წავიდეს. ამას ქვია კრიზისი არის ეს, ხო? ძველი არ მუშაობს, ახალი ჯერ კიდევ არ არის, ხო? და აი ამ კრიზისულ სიტუაციაში ყოველთვის ჩნდება ფილოსოფიის შიმშილი. ყოველთვის არის მოთხოვნილება, რომ უკვე როგორ აიცი, აი სხვა რაღაცას გთხოვს რა, სამყარო სხვა რამეს გთხოვს რა, გადაწყვეტილებას გთხოვს, უკვე პასიური ვერ ახარ და ანუ გარედან უნდა შეხედო, აი ხარ ამ ეპოქების გადაკვეთის წერტილში ხარ და რაღაცა ძალიან დიდში ხარ რა, ჩათრეული ამას გრძნობ და გინდა რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე, ხო? და ამ ყველაფერს უკლავდები ერთადერთი გზა და ერთადერთი
მათი ადგილი არის ფილოსოფია, რომელსაც შეუძლია თან რითია საინტერესო არასდროს არაფერს არ გეუბნება ზუსტად. ზუსტ რეცეპტებს არ გაძლევს, გააზროვნებს და თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და რაღაცა მოხაზო უნდა მომავლის კონტურები და საერთოდ რა არის ჩვენ ძალიან ხშირად ვიძახით რომ ლაიბნიცს რო იმეორებს ხო ილია აწმყოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლის სინამდვილეში თქვენ იცით მომავალი რომ მუშაობს ჩვენზე ანუ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ კრიტიკულ პერიოდში იმიტომ რომ მე როგორადაც ხედავ ჩემ თავს მომავალში მომავლის პერსპექტივიდან ვცვლი ჩემს რეალობას ო აი ეს არის კიდე ძალიან კი, მე საერთოდ ვოლუნტარისტი ვარ, ხო, მაგრამ კი, ეგ არის, კი. ძალიან მეხმარება ხოლმე ეგ დამოკიდებულება რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ აი რომ მეუნე ბედის წერა ყოფილა, ასე ყოფილა რაღაცა და ვაი, ბოლომდე ვიბრწვი რა და შეიძლება რაღაცა დონ კიხოტის მდგომარეობაში აღმოჩნდე, მაგრამ მაინც რაღაცა არ შემიძლია რომ არ ვიბრძოლო. იმიტომ რომ ასე ვხედავ თავს და სამყაროს. ხო გააჩნია ხა დონ კიხოტის სანჩო რო ხარ რა აცოდე ვიღაცა სანჩო არის ვიღაცა ეს არის როსინანტი არის სანჩო პანსას ზოლა ქარისტის კულებთან დეგენერატობა და კიხოტის ლიტერატურა მარი რაღაცას თქვა. ჩვენ მქონდა ესეთი სადისკუსიო თემა და მაინტერესებს თქვენი, ასე ვთქვათ, მოსაზრება. გამორიცხავს თუ არა ერთმანეთს სურვილი და მოვალეობა. ანუ რა კონტექსტში გამიხილეთ მაგალითად პროფესიისთან იკვეთება და პროფესია, ანუ ჩვენ პროფესიასთან მქონდა უფრო პარალელი გავლებული. აი მაგალითად მავალდებულებენ ეს ავითვისო და მინდა სულ სხვა რაიმე. და აი რამდენად გამორიცხავს ერთმანეთს. ხო, ეს ძალიან ესეთი დილემაა. ესე იგი, სურვილი, ანუ არ მინდა გავაკეთო და მევალება რომ გავაკეთო, ხო? ანუ ხო არ იკვეთება თავისუფლებასთან, ხო? მაგაზე ყველაზე კარგად ქრისტემ უპასუხა. მიეცით კეისარს კეისრისა. ანუ რა არის ახლა? ნახეთ ახლა როგორ არის? აი მე მაგალითად, ხო, აქ რო ვარ თქვენთან და ლექცია მაქვს და მეორე არის რაღაცა საათებს რომ მიწერენ იქა და მონიტორინგი რო დადის და რო ვავსეფი რომ იქა ხო? ახლა ნახე როგორი ამბავი არის. შეიძლება ახლა მოვედი რაღაცა ძალიან შინაგანი განწყობი და რაღაცა იმიტომ რომ თავისუფლების ხარისხი მაქვს მეტი და იქაც ხო დავდივარ და იქაც ხო იქ მევალება და ეს არ მევალება, ხო? ეხლა წარმოიდგინე მე რო თქვა რომ იცი რა არ მევალება მე იქ უბრალოდ ხელფასისთვის დავდივარ და არ მევალება არაფერი, ხო? იცი რა, მაშინ არ უნდა წახვიდი ამაზე. შენ ოდესაც ხელშეკრულებას აფორმებ რაღაცაზე, ხო? თქვათ რა ვიცი, აი მასწავლებელი ხარ, ან ლექტორი ხარ, უნივერსიტეტთან აფორმებ რა, თქვათ თანამშრომელი ხარ, ფოტოგრაფი ხარ და რომელიმე სარეკლამოებასთან აფორმებ ხელშეკრულებას, ხო? აქ უკვე იგულისხმება, რომ ეს შენი სურვილის ნაწილია, რომ დაეთანხმო იმ მოთხოვნებს, რაც იმათ აქვს. აი თუ ასე შეხედავ, ცოტა გაგიოლდება. მოვალეობებთან ურთიერთობა. და როგორი ამბავი არის, იცი, მაგა? აი ჰეგელს აქვს ასე, თავისუფლება ეს არის გაცნობიერებული აუცილებლობა. აი ამ თეზას თუ გაყვები, ანუ თუ კი შენ აცნობიერებ იმას, რომ ის რაც გევალება, ის სწორია და იმას ჰოს ეუბნები, მაშინ ის მოვალეობაც უკვე შენს სურვილებად გადაიქცევა რა, რაღაც ეს ტრანსფორმაცია უნდა მოახერხო, ხო? არ არის მარტივი ამბავი. ხანდახან გვეზარება, ხო? ურთიერთგამომრიცხავი სურვილები ხო გვაქვს? მაგალითად, მე მინდა ვიყო ჩემპიონი რაღაც სპორტის სახეობაში, ეს ხო ჩემი სურვილი. და გაცენ და 7 საათია უნდა ავდგერო ვივარჯიშო, მაგრამ მინდა რომ ვიძინო. ანუ ორივე მინდა. ხო და რომელ სურვილს უნდა დაუჯერო, რომელი სურვილი ვარ მე? ეგ არის მნიშვნელოვანი. აი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რა გაგებით, იცით? აი ღირებულებების იერარქიის ამბავია რა მაგა, რომ შენ რად გარდაქმნი ამას, ამ შენ სურვილებს. ნახეთ როგორ არის, შენ თუ უყურებ ამას, რომ რაღაცას იკრძალავ,
მაშინ მე არ არის, მაგრამ შენ თუ უყურებ, იცი რა, მე ვდგები, იმიტომ კი არა, რომ ჩემ თავს რო ვაჯობოდა გამოვწრე რამენაირად ლოგინიდან. მე ვდგები, იმიტომ რომ ჩემპიონი გავხდე. უკვე პოზიტიურში გაქვს გადატანილი ეს ისა, ხო? ანუ ის კი არა, რომ ვალდებულებებს კი არ ამბობ, უკვე სურვილებს აწვევი, ასე ვთქვათ, ხო? და აი ეს გაქვს თავში, რომ ეს უკვე სხვანაირად გამოწრებს. ძალიან მეზარება ხოლმე მეცდილით ადგომა და ჩემი თავი რითი წავახალისე იცით, რაღაცა უახლოესი მიზანია ხა, რაღაცა რო ადგები, რაღაცა უახლოესი წამახალისებელი ყავა. ჩემი თავი წამახალისე, იმიტომ რომ დგები დილით, იმიტომ რომ ყავა დავლიოთ და ვარ ბედნიერი დგები ჩქარა და მე რაღაცა იწყება მე დღის რუტინები იმასაც ვითავებ და ეგარი. ესე იგი, ფილოსოფიასთან დაკავშირებით არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ ერთის მხრივ ის უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას და ალამაზებს, მეორე მხრივ კი უფრო ართულებს და ამძაფრებს ცხოვრებას და ამათ შორის ზღვარის დაჭერა თუ შეუძლია ადამიანს, ან როდის დგება ეს ყველაფერი დღის წესრიგში. რა არის იცით, ფილოსოფია ყოველთვის არის აზროვნების მაღალი ლეველი, ხო? და შენ თუ აი სპორტი არა გაქვს შენ თავთან, ხო, რომ რაღაცას ხსნი ამ რაღაც შრეებს შენ თავში და გადიხარ, ხო, ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს, ხო? და შენ თუ ამისთვის ეს არ გინდა, ან მეორე ვთქვათ, ამისთვის თუ ასე ბჭყალებში ვთქვათ, გაწირავ თავს, მაგაში ცუდი რა არის. აი სხვათა შორის ფილოსოფიის პირველი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო შემფასებელი არის ციცერონი. როგორ რაღაცას ამბობს, იცით? პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კულტურა გამოიყენა იმ გაგებით ჩვენ რო ეხლა ვიყენებთ, ხო? რომ კულტურა არის ის, რაც ადამიანმა შექმნა, ხო? და პირვანდელი გაგება კულტურის არის მიწის დამუშავება. ანუ კულტურა არის ისა, აი ეხლაც ვამბობთ, ხო, სოფლის მეურნეობის კულტურები, ხო ვამბობთ, ანუ მიწის დამუშავება რა გაგებით, რომ აი ადამიანი რო ქმნის, ანუ ისე კი არა რომ ველურად რო იწდება, ადამიანი რო ამუშავებს და ციცერონი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ფილოსოფია არის სულის კულტურა. რას ამბობს ამეთი, რომ როგორც მიწას ჭირდება დამუშავება, რომ დაამუშავებ, ნაყოფს გაძლევს, იმიტომ რომ თუ არ დაამუშავე, გაველურდება და არაფერს არ გაძლევს, ხო? ასევე აკეთებს ფილოსოფია. ანუ სული მას ანტიკურ პერიოდში სული და გონება გამიჯნული არ არის, ხო? ერთად არის მოცემული, ხო? და ამ კონტექსტში ნახე როგორ ესე ზუსტად აჯენს რა, აი შენი გონების განვითარების ინსტრუმენტი არის ფილოსოფია, როგორც მიწას უნდა დახვნა, აი ესე ხნავს ფილოსოფია ამ იმას, შენს შესაძლებლობებს და შენს პიროვნებას და განვითარებს და მე როგორ აქვს ეცი, აი ისეთი ისა აქვს, ხო აი თუ დაუჭირე, ხო აი სიამოვნების ფორმა არა ერთგვარი, რომ აი იქ ნიჩესთან მუშაობ, იქ ვიღაცასთან, იქ პლატონთან გაქვს დიალოგი, არისტოტელესთან გაქვს რაღაცა და უცებ რაღაცა შენეულს აღმოაჩენ, აი არისტოტელემ რაც გააკეთა, ხო აი ხან რო კითხულობთ, ხო აი გონია რომ აგერ გიყურებს რა და რასაც აკეთებ ამაზე გელაპარაკება სახელმწიფოს მოწყობაზე განსაკუთრებით და აი განსაკუთრებით სახელმწიფოს და ოჯახის ურთიერთობაზე, ხო? აი ზოგადად ანტიკური მოაზროვნეები იწყებენ ამ ევროპულ ფილოსოფიას და რა ვიცი, გონია რომ ამთავრებენ. იმიტომ რომ ხანდახან მგონია რომ მთელი ეს დანარჩენი ისტორია მეცნიერების არის იმათ ჩვენ რაც დაგვავიწყდა ანტიკურობაში და აი შემთხვევითი არ იყო აღორძინების ხანამ რომ დააბრუნა, ხო? აი ეს რაფაელის ფრესკა რა კარგად გამოხატავს ამას რომ დააბრუნეს და დავიწყებული შუა საუკუნეებმა რაღაცები დალუქა და ეს დავიწყებული სამოტრიალება ხდება დღეს და ფილოსოფია ამის საშუალებას გაძლევს, რომ აი დაბრუნდი ამაში, რომ იაზროვნო, რომ ეს შრეები აღმოაჩინო, შენ თვითონ გახსნა ეს შრეები და ახლა როდესაც გონება გაქვს, ხო, ადამიანი ხარ და გონება გაქვს რა, ჰომო საპიენსი ხარ ბიოლოგიურად, ხო, საკუთარი არსებობის გამაცნობიერებელი ხარ, ხო, ამაზე ვარი როგორ უნდა თქვა, რა ვიცი მიჭირს ამისი და მეცოდება ადამიანი ამ რეგისტრში თუ არ გადიხარ, როცა გაქვს ინსტრუმენტი, რითაც ეს უნდა გააკეთო, მე ვიცახი, რომ აი სხვა არის არა, ეკლესიაში რო არის რაღაცა ცოდვების წიგნი რო წერია რაღაცა და იქ რო უნდა მონიშნო ეს ცოდვა მაგ ჩადენ, მგონია რომ ერთი დამატებითი უნდა იყოს საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ვერ გამოყენება. რო ყველაზე მგონია რომ ყველაზე დიდი ცოტა, იმიტომ რომ გააქვს ეს მოცემული და ამას არ იყენებ, ხო? აბარისთვის ხარ ამ სამყაროში.
მამიკა გურიაში როგორ ტვინას ეძახიან იმ კაცს, რომელიც ტვინს არ იყენებს. ხო? კი, ეგ არ. ხო, კი არა, აგდა რო არ იყენებს, ხო, კი ბატონო. ხო, ეს როგორ რაღაც არის, იცით, მე აი ეს რაღაცა კითხვები რო გაყვება, გეკვიატება, მე რაღაცა თვითონ ერთი და მე მახსოვს ჩემმა ლექტორმა წაგვაკითხა დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი და კითხვა იყო ასეთი, ნუ ხა დიდი ინკვიზიტორი იმიდან კარამაზოვების ერთი თავია მოგეხსენებათ, ხო? და კითხვა იყო ასეთი. რატომ აკოცა ქრისტემ ინკვიზიტორს? და ეს ხოდა სასემინარო კითხვა რა, რას მოვიტანდეთ და მახსოვს, რომ აი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ვუპასუხი ამ კითხვას და ყველა პასუხი იყო ძალიან დამაჯერებელი და იმ მომენტში ძალიან დაჯერებული ვიყავი, რომ ეს ასია და სხვანაირად არ და ყველა პასუხი რაღაცერად ჩემს იმ მოცემულ მდგომარეობას ეფუძნებოდა რა, იქედან ამოდიოდა იმ სიტუაციაში მე რაშიც ვტრიალებდი და თქვათ რა პრობლემებშიც ვიხარშებოდი. ასე რომ ერთი და იგივე რამეს უპასუხებს სხვადასხვანაირად ფილოსოფიის საშუალებით და ეს ისეთი ამბავია რა, რომ აი მართლა გაფიქრებს და მე ხვდები, რომ იცი რა, მართლა ტყუილა არა გაქვს ხო ეს ისა, როგორც ის მღვდელი იტყო და მოწყობილობა რაც გონებაში გაქვს. მე სარტრი ამას სხვანაირად ამბობდა, რომ აი ყველაზე ისა ვართო რა, საცოდავი არსებები რა გაგებით, რომ ეგზისტენციალისტები ხო ამ პრობლემას ეხებიან ყველაზე მეტად, რომ ერთადერთი არსებები ვართ, რომელსაც შეუძლია საკუთარი აღსასრულის გაცნობიერება. ხო, ცხოველიც კი კვდება, ცხოველიც კი იბრძვის სიცოცხლისთვის, მაგრამ ეს ხო გაცნობიერებული არ აქვს, ინსტინქტურია, ხო? და ჩვენ აი რომ ვიცახით ხანდახან, რომ ეს რაღაცა უცებ მოკვდარც გაუგია, რაღაცა ძილში მოკვდა რაღაცა და წარმოიდგინე ახლა ხო, რომ აი ეს გადასვლა ამიდან ყოფიერები და უცებ რომ შედიხარ ამ მდგომარეობაში, რომ რა შეიძლება ეს ნებისმიერს მოუვიდეს რა. და ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება ეს მოხდეს, ხო, დამთავრდეს, ხო? და როგორი აბსურდია შენი ყოფნა ამ ყველაფერში. ეს თქვენი ადეტაი მიკროფონი. აჰა. ცოდნა სიკვდილთან დაკავშირებით. სასჯელი ხო არ არის ერთ-ერთი, ანუ მაგალითად ხო არ გაყვათ ან 64-დან აი გაქცევას ხო არ მოყვა ეს? ალბათ, ხო შეიძლება არც უმაგისობა არის და თან როგორ რაღაცა არის, იცით? მე კიდე რა მგონია, იცი? აი ეს ჰერაკლიტეს და ვაჟას აქვს ერთნაირი პოზიცია მაგასთან, რა კარგი რა ვხარ სიკვდილო, სიცოცხლე შველო შეიძლება. ხო, როდესაც ამას აცნობიერებ, უფრო ღირებული ხდება ის რაც გაქვს. საერთოდ როგორ ანახეთ? რაღაცა, აი მაგალითად დღეს ვერ გააცნობიერებ, ღამის გაგება რო არ იყოს, ხო? ანუ ღამე რო არ იყოს, ვერ მიხვდებით დღე რა არის, ანუ იკარგება, მისი ოპოზიტი იკარგება. იქედან გამომდინარე რაღაცა ერთ მხარეს თუ მოხსნი. წარმოიდგინე ახლა რომ სიკვდილი არ იყოს ერთი წუთით, რო არ არსებობდეს, ხო? რა ეს რა უკვე ვეღარ იაზრებ რაში ხარ, ხო, რატომ ხარ? და რაღაცა შეიძლება უბრალოდ ბიოლოგიური მანქანა იყო და ამის იქეთ ვეღარ წახვიდე, ხო? და ეს სიკვდილი არის, ამის ინსპირაციას გაწევთ, რაღაცაში ხდა, რაღაცა მთავრდება, რაღაცა დრო მაქვს მოცემული. და მე უკვე ხვდები, რომ მომავალი იმისი შეხვედრის თემა ერთი ძალიან საინტერესო ანიმაცია უნდა იყოს. მე მგონი, რომ აი ძალიან რო დაგაფიქრებს და სხვათა შორის დღევანდელ დღესაც მოუხდებოდა. ეხლა ცოტა დრო რო გქონდეს ერთ პატარა ანიმაციას რაღაც. რამდენი წუთიანია? მეიკერი? ხო. 3 მაქსიმუმ და არა. უფრო მეტია, 5 მეტია რაღაცა, ხო, რაღაც 7-8 წუთიანმა ესე იგი ერთი ვიდეო არის გადაღებული თოჯინური და ვიცი ვიძახდით რომ ბიბლია გადაიღეს ბიბლია კარგი იქნება ამ კლუბის პირობებში თუ ვუყურებთ მაგას უნივერსიტეტში გაყურებინეთ ლექციაზე თქვენ მასწავლებლებს აყოვრებინებდით თქვენ არა ხო
იმიტომ რომ მასწავლებლებთან პირდაპირ კავშირში ეგ. სწორედ ამას ხო არ უკავშირდება ის ანტიკური ცნობილი გამონათქვამი Carpe diem დაიჭირე წამი, ისინი ფიქრობდნენ რომ ღმერთებს ესეთი გამოთქვაც არსებობდა, ეხლა არ მახსოვს ისე ფრაზა როგორ ჟღერს, მაგრამ შინაარსი ასეთია რომ ღმერთები ყოველთვის ანტიკურ ღმერთებზეა საუბარი, არა ტრანსცენდენტულ ღმერთზე. ღმერთები ყოველთვის შუღლით არიან ადამიანების მიმართ ახსილი, იმიტომ რომ მათ არ აქვთ წამის შეგრძნების ბედნიერება. იმიტომ რომ ადამიანმა იცის, რომ ეს წამი გავა დასრულდება და ამ ბედნიერებას სრულყოფილად თანთქავს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში და ღმერთებმა იციან, რომ ასეთი იმდენი იქნება, არასდროს არ დამთავრდება და ამიტომ არიანო ჩვენ მიმართ ესე ნეგატიურად განწყობილები. ანუ რაღაცა პოზიტივი დავიჭიროთ, რომ მოკვდავები ვართ თამაში. ევოლუციამ შექმნა თუ ღმერთმა? ადამიანი? დამადებაზე გავამხვილეთ. არა, ევოლუცია დასტურდება რო არის. ანუ რაღაცა შესაძლებლობებით იქნება ადამიანი და მე არ ვითარებს საკუთარ თავს. და მე ვითარდება. ჩვენ ხო ვიცით როგორ ეს ევოლუციაც ვინ შექმნა? ხო, ანუ ამითი ვართ, ხო, რაღაცა განვითარება, ევოლუცია ხო განვითარებას ნიშნავს, არა? ანუ განვითარების პოტენციალით ვართ. ხო, ევოლუცია გამოიწვია ძალიან ბევრმა რამემ, რა ვიცი, პრობლემებმა გამოიწვია. გამყინვარებამ გამოიწვია, გარემოსვლილებებმა გამოიწვია, ადამიანს დაჭირდა ტვინი და ბრძოლა. ეგ ევოლუცია არ დასტურდება, ვიცით, კარგად. ზოგადად ევოლუცია, რა თქმა უნდა, ხალწამსაც განვიცეთ ევოლუცია. ხო. ევოლუცია რაღაციდან ანუ საწყისი იყო. დარვინის ევოლუცია როგორ არ დასტურდება? მაიმუნისგან არა. არა, მაიმუნისგან არც ამბობს, მაიმუნის მსგავსი არსებები. ნუ რაღაცა ანალოგია გააკეთა. ჯერ თეორია შექმნა, ვერ დაიწყო ზემა და ვერ იპოვა, არ არის ისე. თქო ჩასაჭიდი რასაც ნახავს, რომ აი გარდამავალი სახეობა, აი ჩვენამდელი სახეობა. ეგენი ვერ იპოვა და ამ თეორიად დარჩა რა, პრაქტიკა არა. ხო, რაღაცა ხო არის არა ნეანდერტალელი. ახლა აღმოჩნდა რომ ჩვენ ნეანდერტალელის ის გვირევია. ანუ ჰომო საპიენსი და ნეანდერტალელი თანაცხოვრობდა თურმე და ცოტაშორის ძალიან საინტერესო არის მაგაც აზროვნების წყობამ გადააშენა, ხო, იცით ნეანდერტალელები და ერთ-ერთი ფორმა მაგისი მისი აზროვნების განსხვავებულობის გამოიხატა ნადირობაში. ანუ ჰომო საპიენსი შუბს ისროდა შორიდან და ნეანდერტალელი ასე პირდაპირ მიდიოდა და ასე წამოაგებდა შუბზე ცხოველს, რა ვიცი, მტერს, მამონტს თუ რა ვიცი, რასაც ნადირობდნენ და ამ დროს იღუპებოდნენ, ძალიან ბევრი იღუპებოდა ამ დროს და ეს ნადირობის მანაც ანუ იქაც აზროვნება დარჩა გადამწყვეტი რა, ვინც როგორ აზროვნებდა იმის მიხედვით. ანუ ამ ნაწილში რა თქმა უნდა მართალია დარვინი, იმიტომ რომ გადარჩა ის, რომელიც უფრო გონიერი იყო. თეორიასა და პრაქტიკას შორის, ანუ თუ აზროვნებ, მაშინ რაღაც პრაქტიკასაც გამოიმუშავებ, ხო? კი. ილია მაგალითად ლოკის მიმდევარი იყო, კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ აი რუსთაველიც ხო მაგას ცოდნას რას ვაქნე ფილოსოფოს და ბრძნობისაო, ანუ რა თვიდაო თუ არ გამოვიყენეო, ხო? მაგას იცახს. ილიაც მაგას ამბობს, რომ პრაქტიკა არის აი ესეთი, ანუ კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, რა არის კლასიკური ლიბერალიზმი? ადამიანის უფლებები, ხო, ბუნებრივი უფლებების თეორია, სმიტის აი საბაზრო ურთიერთობები და ისა უტილიტარიზმი, ხო, გამოყენება, აი სამი თეორიის ნარევია რა. და სხვათა შორის ილიას არც ვიცნობთ კარგად, მე სტუდენტებთან აღმოვაჩინე რა სტუდენტებთან ურთიერთობის დროს რაღაც ილიას იციან, რაღაცა 1-2 ლექსი აქვს წაკითხული და მოთხრობა, თორე რაღაც გვახის ნაამბობი და ისინი, თორე აი ილიას პუბლიცისტიკა რაც არის, რომელიც მის სოფხედველობას აჩვენებს. ილია იყო კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ანუ ლიბერალი იყო და დღეს ესე იგი თან დღეს კიდე ეს პარადოქსებში რო ვართ სულ, ხო? თან ილიას გზას მივყვებით და თან ლიბერალიზმს ვებრძვით, მოკლედ შეუთავსებელი ამბებია. თუმცა ლიბერალიზმს ძალიან ბევრი სხვა განსხვავებული ფორმებიც აქვს. და სკოლებში მოგკითხეთ არასდროს არ უნდა. აი. სკოლებში რომ მიხვდნენ რომ ილია ლიბერალი იყო, კი ამოიღეს აგერის. საჭირო წინაწარმოებები რაც იყო. მოდი აბა შემიფასეთ ახლა ერთი სიტყვა თქვენც უნდა მითხრათ აი ეს რაღაცა დრო ხო 2 საათ ნახევარი თუ რაღაცა რაც დავხარჯეთ ღირდა თუ არა და რა უკავშირი მჭირდება მეც არც ერთ შეხვედრას ამის გარეშე არტო იცით როგორ მეხმარება
ჩემ სტუდენტებთან უკავშირი ყოველთვის მეხმარება რომ უფრო კარგი გავხადო მომავალ წელს ჩემი სასწავლო კურსები, იმიტომ რომ ვიწერ მე ეხლაც მაქვს, ეხლა ბლოკნოტში ჩაწერილი მაქვს ბავშვებმა რაც მითხრეს და უკანა ბლოკნოტის უკანა ყდაში რო ინახავ, ხო იცი რო არ დაკარგო, რომ აი და ის ნებისმიერ დროს როცა საჭირო იქნება რომ გაგახსენდეს, აი ასე მაქვს ხოლმე ეს უკავშირის ტექსტები. მე პირადად მადლობას მოგახსენეთ, პირველი შეხედვისთვის ძალიან საინტერესო საუბარი იყო ჩემთვის და ალბათ ყველასთვის. აი ვფიქრობ, რომ უფრო განვითარდებით, შემდეგ შეგეთხო ჩვენს გაგიცანით, თქვენს გაგვიცანით და უფრო კონკრეტულ სიამოვნებად ჩავარდეთ. ხო, ეს იყო, ხო, ზოგადი შეხვედრა იყო პირველი, ესეც ამას ნიშნავდა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ესე იგი, ერთია კლუბის მიმართულებაც რაღაცაერად უნდა დავალაგოთ და მეორე არის რა კითხვები გვაქვს ჩვენ თავში და მე ფილოსოფია ხო იცით როგორ არის ჰიდრა ხო იცით როგორ არის ჰიდრა როგორია რომ კითხვას პასუხი გაეცი და ჰიდრას თავი მოჭერი ჰოპ სამი ამოვა იმას რომ მოჭრი იმის ადგილს ეკენ ესია ფილოსოფია რომ ნებისმიერ პასუხიან კითხვას ახალი კითხვები რო გავალახო აქედან მაქსიმალურად პასუხი არ მაქვს მიღებულიში დავფიქრდები და შემდეგ მივიღებ პასუხებს ანუ იგივე საკითხზე შეიძლება კიდევ ვიფიქრო და შემდეგ ვფიქრდება კითხვა გამიშდეს ანუ კი ამიტომ ამას ველოდები ხო შეიძლება დავუბრუნდე იგივე თემას რაც გადაეცით ესე მიყევით და მეც მადლობას გეტყვით, ძალიან საინტერესო იყო და ერთ რაღაც დავიჭირე, რომ ფილოსოფია არ გამივლია და ძალიან ზოგადი წარმოდგენა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლუბი უფრო მეტად ჩამახედებს ამ საკითხში და განმავითარებს. როგორ არ გაგივლია, ჩვენი სტუდენტი ხო ხარ? არა, ანუ ფილოსოფია არ გამივლია. ბესეუელი ხარ, ფილოსოფია არ გაგივლია. სამართალზე სწავლო? საერთაშორისო ურთიერთობებს. და ფილოსოფია არ არის თქვენთან? არჩევითი იყო, მაგრამ ჩვენ ანუ როცა იყო არჩევითი, სხვა რამე აგვარჩევინეს. როგორც ხდება? ხო. ერთადერთი დადებითი ნაწილი ის არის, რომ გასულ სემესტრში ბატონ გიორგი მასალკითან გავდიოდი დიდ წიგნებს და ცოტა იქ მქონდა შეხება ზედაპირულად. ხო, აბარა. მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ. ნუ ჯერთი ბოდიში ჯერ თქვენთან მე საკუთარ თავთან რომ დავაგვიანე, იმიტომ რომ აშკარად ბევრი რაღაც დამეკარგია. სამართლის სტუდენტი ვარ და ეს ჩემთვის რადიკალურად განსხვავებული აზროვნება არის. ახლა კანონიდან გადასვლა, რაღაცა უფრო მაღალზე და უფრო ძვირფასი ვიდრე ყოფილა, ვიდრე კანონი. ახლა ჩვენ ვიცი რაღაცა უფლებები, თუმცა უფლებებზე უფრო მაღლა რაღაცა მდგომი იყო და დღეს გავიგეთ ეს და ძალიან მწუხვა რომ დამაკლდა. აი, რამოდენიც 20 წუთი, 30 წუთი მოვისმენე და აშკარად ხვდები რომ ის მაკლდა რაც გაიარა დრო. დიდი მადლობა. ანუ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა და აქედან გასული ალბათ უფრო მეტ საკითხზე დავფიქრდებით, იმიტომ რომ ანტიკური პერიოდიდან დაწყებული დღევანდელობამდე ძალიან ბევრ აქტუალურ საკითხს შევეხეთ. ხო, ყველაფერზე და არაფერზე, ხო, რაღაცა ისე. აი, მარი, შენი სულის კვეთება არ ჩაივლის უშედეგოდ.